პლასტმასის ყუთიდან საკვების მიღებამ შესაძლოა მნიშვნელოვნად გაზარდოს გულის უკმარისობის განვითარების რისკი. ამ საკითხზე სპეციალური კვლევა მეცნიერებმა ჩინეთში ჩაატარეს. შედეგები კი Guardian-ში გამოქვეყნდა. სპეციალისტებმა აღმოაჩინეს, რომ აღნიშნული დაავადების განვითარების მიზეზი შეიძლება იყოს ნაწლავის მიკროფლორის ცვლილებები, რომელიც სისხლძარღვთა სისტემის დაზიანებას იწვევს. მეცნიერების მიერ ჩატარებულმა ორეტაპიანმა დაკვირვებამ აჩვენა, რომ პლასტმასის ქიმიური ნივთიერებები გულის დაავადებებს ზრდის. კვლევის პირველ ნაწილში სპეციალისტებმა 3000-ზე მეტი ადამიანის კვების ჩვევები შეისწავლეს. აკვირდებოდნენ პლასტმასის ყუთების გამოყენების სიხშირეს და კავშირს გულის დაავადებებთან. კვლევის მეორე ეტაპზე სპეციალისტები თაგვებს აძლევდნენ წყალს, რომლებიც მოთავსებული იყვნენ პლასტმასის ყუთებში ქიმიური ნივთიერებების გამოსაყოფად. დაკვირვებამ აჩვენა, რომ პლასტმასი შეიძლება შეიცავდეს დაახლოებით 20,000 სხვადასხვა ქიმიურ ნივთიერებას, რომლებიც ჯანმრთელობისთვის საფრთხეს წარმოადგენს. ეს ნივთიერებები ხშირად გვხვდება საკვებსა და საკვების შეფუთვაში. სპეციალისტები გვირჩევენ, რომ მოვერიდოთ პლასტმასის ყუთების გამოყენებას მიკროტალღურ ღუმელში. არ მოვათავსოთ ცხელი საკვები მასში, გამოვიყენოთ მინის, ხის ან უჟანგავი ფოლადის ჭურჭელი. შეკვეთილი საკვების შემთხვევაში სახლში მიტანისთანავე უნდა გადავიტანოთ მინის ჭურჭელში. სპეციალისტებმა აღმოაჩინეს, რომ ცხელი საკვების მოთავსებისას პლასტმასის ყუთებში ქიმიური ნივთიერებების გამოყოფა მნიშვნელოვნად იზრდება. მეცნიერების განმარტებით საჭიროა დამეტევითი კვლევები კონკრეტული მექანიზმების უკეთ გასაგებად, თუმცა არსებული მონაცემები უკვე საკმარისია იმისთვის, რომ მომხმარებლებმა სიფრთხილე გამოიჩინონ პლასტმასის ყუთების გამოყენებაზე.